ადგილი, სადაც თავიდან არ გვიშვებდნენ ვაგზლის მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაწესებულებაა. ის ღამით მუშაობს და მომხმარებლის სიმცირეს არ უჩივის. ქუჩა, სადაც პოპულარული სავაჭრო სარდაფი მდებარეობს, აქ ცეროზის ქუჩას უწოდებენ. სახელი ყველაფერზე მეტყოლებს. დაბალი ფერის ხალხი შემოდის ჩვენაირი გაჭირებული, რა ვარ ჩვენ ვართ გაჭირებულები და ისევე ბაზრის ხალხი შემოდის ჩვენთან. არაღის 3 ლარი ღირს. ღვინო ლიტრა 3 ლარი ღირს. 50 თეთრი ღირს ერთი ხარაკი. აქ კეიფისთვის საკმარისი 1 ლარი და 50 თეთრია. სარდაფში ხალხი სიაფის გამო ჩამოდის. ფასი ხარისხის ადეკვატურია, თუმცა მომხმარებლისთვის ეს მეორე ხანისხოვანია. აქ მთავარია თრობა მიიღონ. შესაბამისად დასასრულიც თითქმის ყოველთვის ერთნაირია. ქართველები ვართ და ქართველებს მეუბნებიც ყველა. მერტი ჩვენს კი. დარულშვილი ყავით თქვენ და ჩვენც. გამარჯოს ყველაფერს ვაფშე საერთოდ. კეიფი იყოს დღემდე ყოველთვის. აი ყველა თქვენისენა ვაშკაცებს გამომართავს. ეთი რა თქვა? დედას მიცავ. დედიკოშენასოლე, დედიკოშენა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1975 წელს ალკოჰოლი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მიაკუთვნა. როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც ალკოჰოლზე დამოკიდებულებათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. იზრდება იმ პაციენტთა რიცხვის, რომლებიც კლინიკებს მკურნალობისთვის მიმართავენ. ბემონი ერთ-ერთი ნარკოლოგიური კლინიკაა საქართველოში, სადაც ამ პრობლემით დაავადებულებს მკურნალობენ. პაციენტების რაოდენობა დაახლოებით ერთი და იგივეა. მაგრამ ეს დაკავშირებულია კიდევ ბევრ სხვადასხვა რაღაცებთან. ზოგჯერ იყო ისეთი კატაკლიზმები, სოციალური რევოლუციები, სამოქალაქო, როცა ხალხ ჯანმრთელობისთვის არ ეცალა, ხო? ძირითადად ერთი და იგივე რაოდენობა მოგვართავს, იმიტომ რომ დამოკიდებულება ეს ქრონიკული დაავადება გახლავთ. და როგორც ყველა ქრონიკულ დაავადებას, ამას სჭირდება ქრონიკული მკურნალობა. 50-დან 60 გრამამდე არაყი ან ვისკი, ან 200-250 გრამი ღვინო, ან 320-350 ლუდი. აი ეს დოზა არის საკმარისი კვირაში ერთხელ. და არავითარ შემთხვევაში მეტი. პირველ რიგში გეტყვით, რომ იცით რა, არ მოყავთ, თვითონ მოდიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეთოდის შერჩევა მაინც ხდება ინდივიდუალურად. ეს გამომდინარეობს იქიდან, თუ იმ მომენტში რა ჭირდება ამ ადამიანს. რისთვის ვსვავ მე? რატო ვსვავ? იმიტომ რომ გავითიშო, იმიტომ რომ ბევრი, არ ვიცი, აი თუ იმიტომ რომ კარგი დრო გავატარო. თუმცა რა თქმა უნდა, ამ პრობლემების მიუხედავად არსებობს ხარისხიანი ალკოჰოლიც და მასაც საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყავს და მისი სწორად მიღების შემთხვევაში შეიძლება ამ პრობლემების თავიდან აცილება და მისგან სიამოვნების მიღება. თავარია მსგავსმა სიამოვნებამ სისტემატიური სახე არ მიიღოს. უმეტესად იყიდება ჯეიმსონის და ჯეკი მოთხოვნადი უფრო ეს პროდუქცია არის და რავი, ვისკები გვაქვს შოტლანდიური ყველა და გემოვნების მიხედვით თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ვისკი არის და ვისკით ზოგადად ავთვებით ასე ვთქვათ და მივიღებთ ცოტ-ცოტას. ალკოჰოლის სისტემატიური მოხმარების შედეგები ალბათ ყველასთვის კარგად არის ცნობილი. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ალკოჰოლიზმი ყალიბდება ალკოჰოლის დიდი დოზით და სისტემატურად მიღების შემთხვევაში. და სად, თუ არა საქართველოში, ხოლო აქ ჩვენთან იცვლება ტრადიცია, თუნდაც 1 ლიტრიანი ყანთის ტალღა, რომელსაც რა შედეგი შეიძლება მოყვეს, ამის მოწინასწარ შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როდესაც დავждებით სადმე წყნარ გარემოში და თუნდაც ერთ ჭიქა ღვინოს მივიხებთ მხოლოდ სიამოვნებისთვის და არა დასათრობად.